მილანი კორტინა 2026 ზამთრის ოლიმპიური თამაშები 6-22 თებერვალს გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი. დილომშვიდობისა ბატონო ელგუჯა. დილომშვიდობისა, მოგესალმებით. გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს და დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ასევე გილოცავთ. დიდი მადლობა. და ასევე გილოცავთ დიდ წარმატებას. წარმატება მართლაც დიდი იყო. ჩვენ ხშირად ხმარობთ სიტყვებს ისტორიული, აი სწორედ ისტორიული იყო, ძალიან მარტივი მიზეზის გამო პირველად მოხდა, რომ საქართველოს ორი სპორტსმენი, უბრალოდ ორ დისციპლინაში ჩვენ ფიგურულ ციგურობაში მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის. წყვილში და მამაკაცთა ერთეულებში, ხო? წყვილში და მამაკაცთა ერთეულებში, დიახ. დიახ, აი განწყობის შესახებ, ემოციების შესახებ როგორი იყო, რომ გავიხსენოთ პირველ რიგში და შემდეგ ბუნებრივია ამ თემაზე ვისაუბრებთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ფიგურული ციგურაობა საქართველოში ზამთრის სპორტში ყველაზე დაწინაურებული სახეობაა და ამაზე ყველაზე უკეთ სწორედ შედეგები მეტყველებს და განსაკუთრებით ის შედეგები, რომლებიც ჩვენმა სპორტსმენებმა ბოლო შეჯიბრებებზე მოიპოვეს ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით სწორედ ამ მხრივ უნდა აღნიშნოს ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამ დღეებში შეფილდში გაიმართა. იყო წარმოიდგინეთ 4 დისციპლინაში თამაშდება ოქროს მედლები ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს ყველა წამყვანი ქვეყანა და საქართველოს ჩამოაქვს ამ შეჯიბრებიდან 2 ოქროს მედალი ორ დისციპლინაში. ეს მართლა საუკეთესო შედეგია და სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მყავს გუნდი, რომელსაც თამამად შეუძლია სერიოზული შედეგი აჩვენოს უკვე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. გულოცავთ ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილს და ასევე ნიკა ეგაძეს ამ მედლებს და ყველას რა თქმა უნდა. სხვა შორის ხვებით საკმაოდ კარგად გამოვიდნენ ერთეულებში, გოგონებში კუბანოვამ დაიკავა მე-5 ადგილი, მოცეკვავე წყვილებმა კიდე მე-6 ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დისციპლინაში ჩვენ მყავს ბრძოლის უნარიანი გუნდი, რომელსაც შეუძლია მცირე ვერცხლის медаლი, ხო, როგორც უწოდებენ ამ სპორტის სახეობას. აი ძალოსნობას რო შევადაროთ, იქ ხარი ატაცი და აკურა და იქაც იძლებიან, ნუ ეხლა რა თქმა უნდა აბსოლუტურად სხვა სახეობაა, გასაგებია, მაგრამ პრინციპი ერთია, აქაც არის მცირე ოქროს მედლები, ჩვენებმა 6 ოქრო აიღეს ჯამში, თუ ამ მცირე მედლებსაც ჩავთვლით, თუმცა რა თქმა უნდა მთავარი медаლი არის სწორედ ის медаლი, რომელსაც ორჩიდის ჯამში გადასცემენ ჩვენ სპორტსმენებს. დიახ, ბატონ ელგუჯა, უნდა გკითხოთ აუცილებლად, როგორ მოდის ეს შედეგი და წარმატება, უდიდესი წარმატება, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, შრომის მოყარეობასთან ერთად, ბუნებრივია ალბათ ის შესაბამისი გარემოს უნდა გქონდეს ხომ სპორტსმენს შეხვედრა სპორტის უცნაური ეგ არის, რომ საქართველოში აქამდე, ნუ აი ეს 2-3 წელია ხო ბათუმში არის ყინულის მოედანი და თბილისში და ეს არც ერთი არ გქონდა ჩვენ და დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობა საქართველოში მოგემზადებინა სპორტსმენები, მაგრამ სწორედ აი შრომის მოყარეობამ იმან რომ ფედერაციამ, ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ, ხალბატონმა მაკა გიორგობიანმა და მისმა გუნდმა ამ წლების განმავლობაში ძალიან აყოფიერად იმუშავეს, აი ეს შედეგი გამოიღო, ბუნებრივია, ქონდა მხარდაჭერა დიდი ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან, სპორტის სამინისტროს მხრიდან, ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან და ეს ერთობლივმა აი ამ მუშაობამ გამოიღო სწორედ ეს შედეგი, რომ აი საქართველოს ყავს გუნდი, ნუ წარმოიდგინეთ, ეს მართლა ისტორიული ამბავია. ეხლა ჩვენ მივეცრიეთ წარმატებებს ზაფხულის სპორტის სახეობებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ზამთრის სპორტში ჩვენ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ წინა ოლიმპიადაზე, როცა გუნდურ შეჯიბრებაზე მე-6 ადგილი დავიკავეთ და პირადში ჩვენი საუკეთესო შედეგი აქამდე არის მე-9 ადგილი და ნუ წარმოიდგინეთ, ეხლა უკვე ჩვენ უნდა შევუტიოთ უკვე ოლიმპიურ მედლებს. ძალიან დიდი წინსვლა არის და ბატონო ელგუჯა, რაც შეეხება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, მილანი კორტინა 2026, რომელიც 8-22 თებერვალს, ხო? 6-22 თებერვალს გაიმართება. ორ სახეობაში, სპორტის ორ სახეობაში იასპარეზებს საქართველო. აი უფრო ცლად რომ მოგვიყვეთ, როგორი არის სამზადისი? ისე ჩვენი გუნდი, ნუ დელეგაცია რა თქმა უნდა მარტო სპორტსმენებისგან არ შედგება, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში არიან 8 სპორტსმენები ემგზავრება იტალიაში ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის
თამაშების, როგორც უკვე ვთქვით, რა თქმა უნდა, დამკვრელი ძალა, ასე ვთქვათ, სწორედ ფიგურული ციგურავობაა, სადაც ოქროს მედალოსნები ხო, რომლებიც უკვე ვახსენეთ. მედალოსნები და დანარჩენებიც, რომლებიც გამოვლენ 4-5 დისციპლინაშია გარდა თქვათ ერთეულებისა, გოგონები, ბიჭები და წყვილებისა, მოცეკვავე და სპორტული წყვილები, ასევე არის გუნდური შეჯიბრება და ოლიმპიური თამაშები, სწორედ გუნდური შეჯიბრებით იწყება და პირველი მედლები მანდ გათამაშდება. ნუ ასევე არის 2 სამთო-4 ლამურა, ერთი არის ნინო ციკლაური, რომელიც სხვა შორის არის უკვე ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, წარმოიდგინეთ მისთვის არის მეხუთე ოლიმპიური თამაშების. თავისთავად უკვე წარმატებაა და ნუ ასევე ბუჩუკური ლუკა, რომელიც ჩვენი დელეგაციის წევრია, ისინი სხვა ქალაქში გამოვლენ, სხვა შორის ამ ოლიმპიადის შემთხვევაში, ნუ ძირითადად ჩვენთვის საინტერესო, პირველ რიგში საინტერესო შეჯიბრება ფიგურული ციგურავობა ტარდება მილანში, დანარჩენი შეჯიბრება, მათ შორის სამთო-თხილამურობა ტარდება კორტინაში და კიდე რამდენიმე წერტილია, სადაც ტარდება სხვა შეჯიბრებები და მინდა გითხრათ, რომ გახსნის ცერემონია ერთდროულად გაიმართება. ნუ მთავარი არენა, რა თქმა უნდა, სან-სირო იქნება, ყველაზე ცნობილი სტადიონი იტალიაში, იქ გაიმართება გახსნის ცერემონია და ასევე პარალელურად გაიმართება სხვა ლოკაციებზე, სადაც გაიმართება ოლიმპიური ტურნირები. ჩვენს დელეგაციას, ჩვენს გუნდს რო დაუბრუნდეთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თავისთავად 8 სპორტსმენის მონაწილეობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის არის სერიოზული შედეგი, მით უმეტეს სწორედ ფიგურულ ციგურავობაში, სადაც ჩვენ ყველა დისციპლინაში კიდევ ერთხელ მინდა ამას ხავაზე გაუსვა, მივიღებთ მონაწილეობა. სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც ეს მოახერხა და მათ შორის ერთ-ერთია საქართველო და რეიტინგით თუ არ მეშლება, ახლა ჩვენი გუნდი, რომელიც ჩაებმება ამ ოლიმპიურ თამაშებზე, რეიტინგით მე-4 ადგილზეა. სულ 10 ქვეყანა მსოფლიოში. ამ შემთხვევაში ხო ევროპაზე არ არის საუბარი, მთელ მსოფლიოში 10 გუნდმა შეძლო მოეპოვებინა გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება. ზოგადად ძალიან წარმატებული წელი იყო, ხო? და სხვადასხვა ტურნირებში ასევე დიდი წარმატება. დიახ, ხა შარშანდელი წელი სპორტსმენებს, ქართველ სპორტსმენებს. სპორტსმენებს, რა თქმა უნდა, კარგად გახსოვთ და ასევე ჩვენს გულშემატკივრებს, ჩვენს მაყურებლებს, რომ ჩვენ თებერვალში ერთი წლის წინ ვასპინძლეთ ბაკურიანში ზამთრის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ევროპა იყო ჩამოსული, ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა ერთი მხრივ ჩვენი სპორტსმენები უფრო უკეთ მოგემზადებინა და მეორე მხრივ აგვეშენებინა სპორტული მოედნები, მათ შორის თბილისის საციგურავო არენა, რომელიც უკვე აქ ადგილზე მოემსახურება სპორტის ამ სახეობის განვითარებას და აქ უკვე ჩატარდა რამდენიმე შეჯიბრება, მათ შორის შარშან ჩატარდა შემოდგომაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირი, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა, სწორედ აი ამ სპორტსმენებმა, რომლებიც ახლა ოლიმპიადაზე გამოვლენ, ყველა დისციპლინაში აიღეს პირველი ადგილი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აი ამ შეჯიბრებამ საშუალება მოგცა, რომ ჩვენ ძალიან გაგვეფართოებინა ზამთრის სპორტისთვის ინფრასტრუქტურა და ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პერსპექტივაში ჩვენ გვყავდეს უფრო ძლიერი გუნდები და არა მარტო ფიგურულ ციგურავობაში. აი სამომავლოდ რამდენად არის შესაძლებელი ეს ინფრასტრუქტურა, რამდენად მოგცემს ამის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს საქართველოში? ევროპის ჩემპიონატისთვის დამატებით საჭიროა სათადარიგო მოედანი, მე როგორც ვიცი, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის, მაგრამ არის გეგმაში, რომ ეს მოხერხდეს და ბუნებრივია მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ აქ ჩატარდეს უფრო მაღალი დონის შეჯიბრებები, ასევე ბაკურიანში არის საოცრად კარგი ბიატლონის ტრასა, რომელიც სწორედ ფესტივალისთვის აშენდა, ყველა სპეციალისტის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ახლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამიცანაა, რომ ჩვენ მოვიწვიოთ ცნობილი და წარმატებული მწვრთნელები და ჩავრთოთ ჩვენი ახალგაზრდები სპორტის სხვა სახეობებში, ზამთრის სპორტის სხვა სახეობებში. დიახ, ძალიან არა, მინდოდა მეთქვა, რომ ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ზამთრის სპორტი საკმაოდ ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, სფეროა და ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, მაგრამ აი სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს უკვე წარმატებები, მათ შორის აი ამ ფესტივალზე, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ჩვენ პირველად მოვიპოვეთ ოქროს მედალი გურგენიძემ, საოცრად კარგმა და ნიჭიერმა გოგონამ შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ეს იყო პირველი შემთხვევა. მოკლედ ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ და ქმნის იმის აუცილებლობა, შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენ მეტ ინვესტიცია ჩავდოთ ზამთრის სპორტში, მით უმეტეს ყველა შეჯიბრება ტარდება და მათ შორის ოლიმპიური თამაშები, ცალკე როგორც
ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება 4 წლეულის. ეხლა ბატონო ელგუჯა, თავად სპორტსმენები როგორ ემზადებიან, ამაზეც ორი სიტყვით რომ გითხრათ, აი ხლა იყო ევროპის ჩემპიონატი, ახლა უკვე ოლიმპიური თამაშები ზამთრის, ანუ გასაგებია რომ სპორტსმენის ცხოვრება არის ტურნირიდან ტურნირამდე და შეჯიბრიდან შეჯიბრამდე, მაგრამ ნუ აი ესეთი ფიზიკური დატვირთვა ალბათ რთული არის, ხო და განსაკუთრებულ ხელშეწყობას მოითხოვს. რა თქმა უნდა, სხვა შორის იშვიათად ხდება, რომ ოლიმპიური თამაშების წინ, ყველაზე მთავარი შეჯიბრების წინ, 2 თუ 3 კვირით ადრე ტარდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება, თუმცა ფიგურულ ცეკვებობაში ეს ჩვეულებრივი სტანდარტული მდგომარეობა, როგორც მე ვიცი, ბუნებრივია აქ დაიხარჯა მნიშვნელოვანი ფიზიკური და ემოციური რესურსი, მაგრამ ბუნებრივია განწყობა არის იმისთვის და ეს ყველაფერი ქმნის ფონს იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე უფრო წარმატებით გამოვიდნენ და უფრო მომზადებული შეხვდნენ აი ამ ყველაზე დიდ შეჯიბრებას. რაც შეეხება მზადებას, ესენი ემზადებიან ჩვენი სპორტსმენები უცხოეთში და იქიდან ჩამოვლენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 30-ში ოლიმპიურ კომიტეტში ვაწყობთ გაცილების ცერემონიას, მაგრამ ამ ცერემონიაზე სამწუხაროდ ვერ იქნებიან ჩვენი ფიგურული მოციგუარებები სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი ემზადებიან უცხოეთში და არ გვინდა მოუწყიტოთ სპორტულად ეს არასწორი იქნება, იმიტომ რომ ყველა დღე და ყველა საათი მნიშვნელოვანია, მეტ-მეტ სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ნუ აქ გვექნება გაცილება, იქნებიან ჩვენი ორი სპორტსმენი, სამთო მოთხილამურეები, რომლებიც მე უკვე ვახსენეთ, იქნება ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რომელიც იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში იქნება სწორედ ქალბატონი მაკა გიორგობიანი და ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ ჩვენს გუნდს და ასევე სპორტულ ახკაზმულობას, რომლითაც ჩვენი სპორტსმენები გამოვლენ გახსნის ცერემონიაზე. დელეგაციის წევრები ჩამოთვალეთ, ხო? როგორც მივხვდიან, სპორტსმენებთან ერთად ვინ იქნებიან სპორტსმენებთან დელეგაციის წევრები, ბუნებრივია ეს არის ფართო სპექტრი. მინდა ასევე გითხრათ, რომ ასევე იქნება წარმოდგენილი საჯთა კორპუსში ქალბატონი სალომე ჩიგოგიძე, რომელიც ძალიან ცნობილი მსაჯია, თავისთავად ის რომ ოლიმპიურ თამაშებზე იწვევენ, ეს უკვე მის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. ასევე იქნებიან ტექნიკური პერსონალი, სამედიცინო პერსონალი, იქნება ჯგუფი, რომელიც ხელშეუწყობს სპორტსმენებს მოსამზადებლად უკვე ადგილზე და რა თქმა უნდა მცველები, რომლებიც ასევე იზრუნებენ იმისთვის და პირველ რიგში ისინი იზრუნებენ, რომ გუნდი მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს და გამოვიდეს სტარტზე ოლიმპიურ წარმატებას გისურვებთ, წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს. წარმატებას გისურვებთ და გულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს 6 თებერვალში. დაგემშვიდობებით. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.